როდესაც პეტრე და იესოც შევიდნენ ამ ნავში, ღელვა გაჩერდა საერთოდ. და ეს უნდა ახსოვდეს თითოეულ ქრისტიანს, რომ ნავში თუ ახვალ, მაშინ გადარჩენილი. იმიტომ რომ ეს ზღვა სიმბოლურად განასახიერებს წუთისოფლს. ჩვენ ყველანი ვართ ამ ზღვაში. და იმისათვის რომ ზღვაში ადამიანი გადარჩეს, ზღვაში რა გადაგარჩეს? სხვა შუაგულ ზღვაში წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ხო? მით უმეტეს, როდესაც საშინელი ღელვა. ერთადერთი თუ არის რამე ნავი, რამე გემი, რომელზეც ახვალ და საიმედოდ იგრძნობ თავს. მით უმეტეს, თუ ნავში ახვალ და საერთოდ ღელვას დამთავრდება. ცხადია რომ დამთავრდება, იმიტომ რომ თუ ეს ნავი საიმედო ნავია, მაშინ ღელვას აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ღელვის დანიშნულება ის არის რომ დაღუპოს ადამიანი და თუ ნავში მაინც არ დაიღუპება, ღელვაც გაჩერდება, რა თქმა უნდა მაშინ. აი ეს არის ცხოვრებისეული ზღვა, ხოლო ნავი, რომელშიც ავიდნენ, რომელშიც შევიდა პეტრე, მოციქულები იყვნენ და ეს ნავი მაინც საშიში იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ქრისტე შევიდა ამ ნავში, ანუ როდესაც ეს გახდა ნამდვილი ჭეშმარიტი ტაძარი, ნამდვილი ჭეშმარიტი ეკლესია, ღელვა დაცხრა. აი ეს არის ის, რაც პირველი ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ სახარების ამ ადგილიდან, რომ ჩვენ უნდა აღვიდეთ ნავში, ანუ ჩვენ უნდა შევიდეთ ეკლესიაში. თუ ჩვენ ვართ ეკლესიაში, არ აქვს მნიშვნელობა დიდი ზომის იქნება თუ პატარა, ეხა აქ სადაც ვართ ჩვენ, აი აქ ცხოვრების ველვარება არ იგრძნობა საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტაძარში უფალთან ჩვენთან იესო ქრისტესთან ერთად.